ასრულებს ამ სტანდარტს. სახიფათო ჩაწოდება დატოვა კარი ოდიკაძემ კიდევ ერთი ჩაწოდება დარტყმა და გადარჩა ივერია როგორი მომენტია გავიდა მაინც გოლი 0-1 გონი ნახოთ აქ მცველმაც როგორ იმოქმედა ხო ისი ზაურ კაპანაძეზე მაქვს საუბარი გამოყვება ჩაწოდებას ცოცხალ კედელში მდგომ ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა ბურთი თუმცა ამით ხიფათი არ ამოწურულა მეკარე გადადოწინ რეხვიაშვილი გამარჯვებული დუელში გამოვიდა ნოზაძე და ძალიან სწრაფად მიემართება საჯარიმოსკენ მისი გადაცემა დარტყმა მეკარე მოიგერია გაჭირვებით ბურთი დამატებაზე რა ხდება ის რომ გაიგზავნა ძლიერად ბურთი სახიფათო იყო წაიღო ამჯერად ბურთი ერთი მეტოქე მოატყუა იხსნებოდა კიდეც ფორვარდის პოზიციაზე ისევ 30 ნომერი დაკარგა ბურთი და მოდის გონიოს სწრაფი კონჩეტევა არის ძალიან დიდი სივრცეები დარჩენილი ახლა ივერიას ნახევარზე რამდენად მოასწრებენ მცველები უკან დაბრუნებას მშვენიერი გადაცემა დარტყმა დიდი სივრცეები ჩაწოდება საჯარიმოში მორიგი შანსი პირველ ტაიმშიც ასე იყო მეორე ნახევარში ეს ყველაზე რეალური მომენტი რომელიც შექმნა ივერია გააქტიურებულია ძალიან ოთარ ხაჩიძე და არაერთხელ ნახეთ უკვე დღევანდელ მატჩში ეს სურათი ხაჩიძის ჩაწოდება დარტყმა ცენტრში წავიდა ბურთი გამოეპარა მცველებს ჩადუნელი უпростоრ ჩადუნელი საჯარიმოში იხსნება და ითხოვს ბურთს დარტყმა და გარედან ხდება კარიზმა ორტყამდა გიორგი ნოზაძე ერთი კარგი პასი დარტყმა ხარიხას მოხვდა ბურთი დამატებაზე ვეღარ მოახერხეს გონიოს ფეხბურთელებმა დარტყმა აი რეალური ჩართვა კონჩეტევაზე დროული პაუზა და იმ მოქმედებით გაითავისუფლა თავი გადაცემაც იდეალური იყო იოსებიძე სადა მარჯვენა ფლანგზე გადატანა მაგრამ ეს გადაცემა ძალიან არაზუსტი იყო და დასრულდა შეხვედრა გონიომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და შეგვიძლია ვთქვათ რომ იდეალური სტარტი გამოუვიდა ამ სეზონის